ლანჩხუთში ფოთის კოლხეთსა და გაგრას შორის ჩატარებული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, მაგრამ სანახაობრივ მხარეს დაღი მოედნის სავალალო მდგომარეობამ დაასვა. დებიუტში თამაში არც ერთ გუნდს არ გამოსდიოდა, თუმცა სტუმრებმა თითქოს უფრო ადვილად მოიკიდეს ფეხი ტალახიან საფარზე და პირველი გოლიც გაიტანეს. 22 წუთზე ფოთელთა საჯარიმოში ლევან შარიკაძემ ითამაშა კარგად. 10 წუთში გაგრამ კიდევ ერთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. მეკარესთან პირისპირ ჯონი ჯერემია გავიდა. ნიგერიელმა მეკარის მოტყუების შემდეგ პასი უკან გააკეთა, გაბედავამ კი ძალზე და არაზუსტად დაარტყა. კოლხეთმა მეტნაკლებად სახიფათო 42 წუთზე შეუტია. დათუნაიშვილის დარტყმული ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს შარიკაძემ დუბლი შეასრულა. ამჯერად გაგრას ფორვარდმა ფოთელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშის გასაზრდელად მეკარის მოტყუებაღა დასჭირდა. მეორე ტაიმში ინიციატივა მთლიანად მასპინძელთა მხარეს გადავიდა. 52 წუთზე დათუნაიშვილი შეაწოდებული კარში წავიდა. მეკარემ მოედნის მხარეს მოიგერია, თუმცა დამატებაზე ვერავინ იმარგა. მონდომებამ და მეტოქის ნახევარზე პრესინგმა შედეგი 77 წუთზე გამოიღო. შავგულიძის მიერ საჯარიმოში შეაწოდებული ბურთი ციცხვაიამ კარში გადაგზავნა. დავით მახარაძის შეგირდები ამაზე არ გაჩერებულან და 10 წუთში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. ამაში მათ სტუმართა მცველი ყურულაშვილი დაეხმარა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა. მასპინძლები დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩნენ. 92 წუთზე მიკოლა ნაკონეჩნის დარტყმული ლადო ნადირაშვილმა მოიგერია. უკრაინელმა გოლი მაინც გაიტანა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს უმოთვალყურეო დარჩენილმა ლეგიონერმა თავი დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბოლო წამები ფოთმა შეტევაში გაატარა, თუმცა კიდევ ერთხელ გათანაბრება ვეღარ შეძლო. მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ამას ფეხბურთს ვერ დავარქმევდით. რაც იყო აქ შინი და ორთაბრძოლა ბიჭებს ვერ დაუკარგავ. პირველი ტაიმი, ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ყველა ღონე იხმარეს თამაში შემოებრუნებია და 2-2 შემდეგ მე მგონი წაგებას აღარ ვიმსახურებდით, მაგრამ ალბათ იღბალი გაგრეს მხარეს იყო. მაგრამ გაგრასაც არ დაუკარგავ იმ თავგამოდებას და თავგანწირვას. ულოცავ მოგებას. ძალიან მძიმე ბრძოლა ჰქონდა, მოხარული ვართ რომ მოვიგეთ უშუალო კონკურენტთან. ეს მოგება მაგაც ასიხარულო, იმიტომ რომ ბოლო წუთებზე მივახციეთ გამარჯვებას, ეს უფრო ფსიქოლოგიურად ბიჭებს დაეხმარება მომავალ თამაშებში და ვფიქრობ, კარგი თამაში იყო და მოგებას ვიმსახურებდით.